Გავუყავით კანადურ რუსულ ქორწილში, რომელიც საქართველოში იმართება. დილა რა თქმა უნდა პატერნში დაიწყო, გადავწყვეტა რომ თმა შემეჭრა თანთ მის ცვენა მაქვს ბარემ და მაკიაჟი შეუხამე ჩემს კაპას. ეს კაპა ძალიან იაფად გამოვწერა შეინდა, ხარისხი დიდი ვერაფერი, მაგრამ მაინც ლამაზია მე მგონი. უცებ გავამზადეთ და დავიძარით ავტობუსის გაჩერებისკენ, უკვე საკმაოდ წვიმდა. ავტობუსი კი იმიტომ ველოდებოდი, რომ ქორწილი ქალაქგარეთ იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქორწილში არც ერთი არციძე და არც პატარძალი არ არის ქართველი, უამრავმა ქართველმა მოიყარა თავი, იმიტომ რომ ტობის საქართველოში და განსაკუთრებით კინოინდუსტრიაში ძალიან ბევრი იცნობს. ტობი არის რორის მეგობარი, წარმოშობით კანადიდან უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და კატიას, რომელიც ეთნიკურად არის რუსი, შეხვდა საქართველოში. მივედი თუ არა კიკეთის ფერმაში, აი ესეთი წასახემსებლები და სასმელი დაგხვდა და განსაკუთრებულად აი ეს ნაწილი მომეწონა. პატაცის შემოსვლა ამ მუსიკის ფონზე, ამ გოგონების შესრულებით იყო საუკეთესო გადაწყვეტილება. ძალიან ქართული სხვათა შორის. მე მაგალითად ქორწილში არაქართული სიმღერა მქონდა და ახლა რომ მქონდეს არჩევანის საშუალება, აი ასეთ არჩევანს ნამდვილად გავაკეთებდი. მას შემდეგ რაც სიწე პატარძალმა ოფიციალურად მოაწერა ხელი, ქორწილის ერთი ნაწილი დასრულდა. ფოტოსესია, კვლავ სასმელი, აი ესეთი სურათები და გასადაგზა მურმანის ეკლებით. ძალიან მომეწონა ამ სურათებისა და წიგნაკის იდეა. პატარა რვეული იყო მობილიზებული, სადაც ჩვენი გადაღებული ფოტოები ჩავაკარით და აქვე დავწერეთ წერილები. ესეც ვინმე თუ გეკმოთ ქორწილს შეიძლება გამოგადგეთ იდეად. ძალიან საყვარელი ამიტი იყო. სისხლძარღაც გამოვიდა, მზეც იყო, იწვიმა კიდეც და უკვე გადავინაცვლეთ სუფრაზე. დასაწყისში აი ამ ფრანგმა ბიჭუნამ შესანიშნავად იმღერა და უკვე დადგა სიცისჯერი. ტობი გარდა იმისა, რომ არის რეჟისორი, ასევე არის მუსიკოსი. თავად დაწერს მუსიკას და თავისი არაჩვეულებრივი სიმღერები გაგვიზიარა, მათ შორის კატიაზე დაწერილი. აქ კი მე მოვიხელთეთ, რომ გამოვიყვანე ვაჟბატონი გარეთ და აი ასეთი საშინელი ვიდეოებით დავიმსახურე. ვართ ამ ვიდეოების გადაღება აბსოლუტურად მისი იდეა იყო. თუმცა ეს კადრები მომწონს. საკმაოდ სასიამოვნო გარემო იყო, ამიტომაც ხანდახან გამოვდიოდით და ვუბრუნდებოდით სწავლობას. ეს უკვე დედოფლის დედმამა არიან და სიცეს აი ასეთი აზერფეშა მიერთვეს მეგობრებმა. შემდგომ უკვე დაიწყო სადღეგრძელოები და მინდა ვთქვა, რომ ამდენი სადღეგრძელო სხვადასხვა ქართულ ქორწილებშიც იშვიათია ხოლმე. And the Georgians, as always, have a fantastic way of understanding freedom and what it means. And I think they say something along the lines of Tavasupleba Mholot Tepshia. რორი სადღეგრძელომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, იმიტომ რომ ეხებოდა თავისუფლებას და აი აქ სუფრაზე ქართველები რომ შეხედავთ, განსაკუთრებულად კარგად ვიგრძენით ამ დროს თავი. ცოტა რომ შეთრა საზოგადოება უკვე სიმღერის ხასიათზეც დავდექით და აი ესე გარეთ ქართველებმა დავიწყეთ სიმღერა არ ქონდა მნიშვნელობა, გვქონდა თუ არა სმენა. ხო მართლა ტობი ასევე არის მეღვინე და ასეთი ღვინები გვაჩუქა ყველას, თუ დამჯერებთ ეს ბიჭი ფრანგია. ამ დროს უკვე ძალიან მომენტრე პატარა და ზოგადადაც ვფიქრობდი, რომ ქორწილიდან ცოტა ადრე წამოსულიყავი, თუმცა უზომოდ გამიჭირდა ტაქსის მოძიება. ამიტომაც ქორწილს ბოლომდე შევყევი. ტრადიციულად რა თქმა უნდა იყო თაიგულის ნაწილი, ოღონდ აი ესეთი ორიგინალური ფორმით და პატაზლის უზომოდ ემოციური სიტყვით გამოსვლა, რომელმაც პირადად მეც კი ამატირა. უგემრიელესი ტორტი იყო, ასევე უნდა აღვნიშნო. და ესეც უკვე ცეკვა, რომელსაც უკვე სხვა ადამიანების ცეკვა მოყვა. რა თქმა უნდა, რორის საფირმო ილეთებთან ერთად. მე ნახევარი ჭიქაც კი არ დამილევია ღვინო და მეორე დღეს თავი უბრალოდ უზომოდ მტკიოდა. არ ვიცი ასე როდის დავბერდი. იყო დრო ძალიან კარგად ვიტანდი ალკოჰოლს. ეთყობა ხო ამას რომ ლომია. ასეთ ასრულდა ქორწილი, უკვე გადავინაცვლეთ კვლავ ავტობუსისკენ და დავიძარით თბილისისკენ. ღმერთო როგორ მენატრებოდა.